ერთი კაცის ტელევიზია, ნიკოლა ფილმი. მოგესალმებით. მოგესალმებით. არაჩვეულებრივი საღამო ტარდება ახლა კორჩეთმარიოში. ძვირფასტუმრები ისრაელიდან არაჩვეულებრივი თბილი ღონისძიება სიყვარულით სავსებ, რომელიც ეძღვნება ქართულ ებრაულ მეგობრობას და სულ მალე დაიწყება, ჩატარდება. ასოციაცია ესტა არის პროექტის პატრონელის ორგანიზაციის უფროსი. მასთან ერთად არაჩვეულებრივი სისხლის ბანკის პრეზიდენტი ქალბატონი ნატალია. და სულ მალე წარდგება საზოგადოების წინაშე აკადემია კვირილა, რომელიც შეასრულებს ორი დიდი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს. მათივისამით თქვენი ნინა ჩიხვაძე. არაჩვეულებრივი ქალთა ორგანიზაცია, მსოფლიოს ქართულ ებრაელთა ქალთა ორგანიზაცია აწყობს ამ ღონისძიებას და პატრონაჟს დაუწევს. სულ მალე გაიმართება არაჩვეულებრივი საღამო ძვირფასტუმრები ისრაელიდან. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომელთა არისთვის მეც მივეკუთვნები. ერთ-ერთი ორგანიზატორი ბრძანდებით თქვენ ნინა ჩიხლაძე ასოციაცია საქართველოს. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ეს მუსიკალური თანხლებას გასაგებად ითავებს აკადემია კვირილა, რომელიც სახელმწიფო ჰიმნებს შეასრულებს სულ მალე და არაჩვეულებრივ ქართულ სიმღერებს, ებრაულ სიმღერებს წარუდგენს საზოგადოებას. და ქალბატონი ერნაძე-ფურიას პატრონაჟით მოხდება აკადემია კვირილას წარდგენა ქართული და ებრაული აუდიტორიის წინ. არაჩვეულებრივი საღამო გველოდება წინ. არაჩვეულებრივი საღამო გველოდება. ესტას ხელმძღვანელი და პრეზიდენტი ქალბატონი ევა პაპალაშვილი, ვინც პატრონაჟს უწევს ამ პროექტს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. ტელევიზია ნიკოლა ფილმი. თუ შეიძლება ბრძანოთ, რა ხდება დღეს? არაფერი განსაკუთრებული, იმიტომ რომ მსოფლიო ქართული ებრაელთა ასოციაცია 25 წელია არსებობს და თვეში ერთხელ აკეთებს საღამოებს, რომელიც ეძღვნება ქართულ და ებრაელ ხალხთა მეგობრობას. დღევანდელი საღამო განკუთვნილია ბატონი აბრამ საფირის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ძალიან დიდი ღვაწლი აქვს საქართველოსთვის, ყველანაირ ხელმოქმედებების აკეთებს და ასე შემდეგ. კიდე განსაკუთრებულია ბატონი აბრამი მითი, რომ ამერიკაში გამოცემულია ქართულენოვანი გაზეთი, რომელსაც ქვია ქართული და ებრაელთა ურთიერთობა, რომლის მსგავსი მსოფლიოს ერებს არ გააჩნია და ეს არის უნიკალური მოვლენა ქართული და ებრაელთა ურთიერთობა. დღეს ეს ურთიერთობები კიდევ ძალიან შესაძლებელი არ არის. ამიტომ ეს უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია, სამეცნიერო კონფერენცია, სადაც 60-მდე პროფესორმა მიიღო მონაწილეობა და იმით გამოთქვათ, რომ ისინი დაიწყებენ ამ მასალების კვლევას, რომელიც მე გადმოვეცი უსასყიდლოდ ქუთაისის უნივერსიტეტს, ეს გაზეთარიას არქივი, უამრავი მასალები, რომელებიც ჩემს განმავლობაში 50 მეტრის განმავლობაში ვაგროვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უნიკალური რამებია იქ, განსაკუთრებით ქართველებზე, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ბევრი მათგანი საერთოდ უცნობია დღევანდელი საქართველოში. როდესაც მე გამოვიკვირდი მათთან ურთიერთობები და ნაწილი გამოვაქვეყნა ჩემს წიგნში პარიზი, ბონი, ნიუ-იორკი, რომელიც 25 წლის წინ გამოვიდა და იქ მოუწრებ დამასკოს მეორე ნაწილი საბრძოლოების რიგიდან არასწორია. ზედაჩეზე მე ვისაუბრებ პრომოქიანებით თუ ნებავთ. დიდი მადლობა. მინდა საჩუქრად ეს არის არქივი, რომელიც ბატონ აბრამ საბირმა 1973 წელს დაიწყო და შექმნა
და ისრაელში ალია საქართველოს ხარჯებია ეს არის რომელიც ძალიან მრავალფეროვანია ჩვენ სამოზაროზე თქვენ დავწერთ აი სულ შევასრულეთ თქვენი მიმართულებაზე თქვენ დავწერთ თქვენ სტუმრებთან ციდადეთ ჩვენ ძალიან დავწერთ ცოტა იჯობთ ერთხელ ვილაპარაკეთ ჩემი დედა იყო დაბადებული გაზელი კულაში. როგორც ყველა კულაში ებრაელი ქალი. მამა ჩემი იყო წარმოშობით ბანძიდან, ბანძაში დაიბადა და ჩემი მამა არის წარმოშობით ლეჩხუმი, რაილაში. რაილაში დაგმოვიდნენ ბანძაში, ბანძიდან კულაში, ერებენ კულაში გადავედი ბათუმში, ბათუმიდან წავედი ისრაელში. Solo pisare cemi tina profesora. Tu devo Radko da romena trovektoro. Izdai bade ikavizarte. Ola cemi bavshuri axalgazrdi tisebები გადმიზარდა კულაში. მე ბევრი არაფერი მომატებია, მაგრამ ეს გავყავს ჩემ ჩემს ხორბის მაღაზიაზე და თქვენ წარმოიდგინეთ 55 წელზე მეტი ავეწასული ვარ საქართველოსთან და არასდროს ჩვენ არც ქართულ ენას ვერ ვიწყებ ვერც საქართველოს ასე გაგრძელება უნდა ჩვენ მერეც ვისმით კიდევ უფრო გეტყვით რომ ვიცავთ ქართულ ტრადიციებს სახში ვამზადეთ ქართულ კერძებს საუბარია ჩვენთან სახში ქართულ ენაზე მოგები წარსული და თანამედროვე ასე რომ საქართველოს წავედით ჯერ ისრაელში მე ისრაელთან გიოს ამერიკაში და იქაც საქართველოა ჩვენთვის ქართველებად დავჭით ყველაფერს რასაც კარგს გავიგონებ რამდენი რომელ კერძს ამზადებდა რომელ ქართულ კერძს ამზადებდა თქვენ იცით ახლა რომ ეს იქნებოდა ებრაული საჭმელები ჟამანდი, ალია, ხენადი, ხარჯო, ორსეზონები პროდუქტები. ისინი უკრაინული, მაგრამ ინტეგრირებული იყო. ხინკალზე მასწავლებს თავარეთზე. ძალიან მიყვარს. ხორცის, კვერის, ყველაფერს მოსადი. კუპატი. ამორჩეულოთ დედის კერძებიდან რომელი დამზადებული კერძები გასაკეთებაში რომელი გეყოლდათ თქვენ? ამორჩეულოთ. ასე მეტად? ვარ ჩავით ეს სიცხვილე და ხალია მიყვარდა პატარა. ეს ნაბლი ძუხა შებრალდა. რა თქმა უნდა. არასკებს არის ყოველთვის სარდებოდა ჩვენთან პირველი შეჭამადი, მეორე ხალია. ტრადიცია გრძელდება დღემდე. ათეული წლის განმავლობაში. სად არის დედი კონდომი? დედა გარდაიცვალა ისრაელში. დაიგარიდა საფუძვლად. მამა გარდაიცვალა კიდევ საქართველოში ყოფნის დროს 1964 წლის 1 აპრილს. დასაფლავებულია კულაშის სასაფლაოზე. და კულაშის ერთი ფაქტი ჩემდა სავალალოდ და სამწუხაროდ მე არაერთხელ ჩამოვედი საქართველოში, მაგრამ ვერ მივაკლია მის საფლავს, იმიტომ რომ კულაში იყო სასაფლაო გაშენებული ჭაობს და როცა დაასაფლავეს და ქვა გაადეს ქვასთან ერთად ჩაიძირა იცის ქვეშარი და ვერ მეძებთ ახლა და კიდევ ვერ მივაკლია.
კიდევ ბევრი წელი ქართველებს ებრაელებს სიყვარული სიტყვა და ერთად ყოფნა. მაგრამ ცოტა რაღაც მაინც ერთი აგური მაინც დავდე. პირველი მომყავი ისაიაში ახალი ჩასული, რომელსაც ჩამოაყალიბა 1956 წელს ისრაელის საქართველოს მოგობრობის მისთავრის სახელობის საზოგადოება 12 წლით ადრე ვიდრე საქართველოში. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და ამ საზოგადოებამ წააკეთა უამრავი რა. მე რა უნდა გამოვიდა სიტყვით და იქ ყველაფერს პროდუქტი გამოვიდა. მაგრამ საერთოდ ვთქვა დიდი საქმე გააკეთა ქართველთა და ებრაელთა შორის მეგობრობის აღორძინებასა და განვითარებაში. და არა მარტო თითქოს და მარტო საქართველოსთვის. ჩვენ მას ვაკეთებდით თემს უფრო მასშტაბით, რომ საქართველოს სილამაზე და ყველაფერს კარგი გააჩნია საქართველოს გაეცნო სხვა ერებსაც. მე და ჩემო მეუღლე შემოვიარეთ ნახევარი მსოფლიო. სადაც მიდიოდით, ყველგან თესავდით ამას. ყველგან ვეძებდით ქართულ ფესვებს. ებრაელებს მე ვიცი და კიდე ახლა თქვენს გეტყვით და მოვიწევ მე. ებრაელებს ორი თვისება ჰქონდა. ერთი რომ ებრაელებს არასდროს არ უყარებდიან საქართველოს. არასდროს. ეს სიმართლეა. ვერ ნახავთ ისტორიაში ვერც ერთ ფაქტს. ვერც ერთ ფაქტს რომ ებრაელებს არ არასდროს საქართველოს. მეორე რენიკო ისმენდა. მეორე ებრაელებს საქართველოს არასდროს 2016 მეტია თორთვენა ებრაელს არ მოუთხოვია მიწის ნაკვეთი საქართველოს არხზე მიწის ნაგლეჯის მითვისებაც კი ებრაელებს რა დრო და პრობლემით იმშლაებში შეშადა ბაბიცოლა მოვალწეს გეშალა სულ ამაზე უცნობ საქართველოს ებრაელი ანასწორ არქარო ქართულისა ჩემია აბა მოვეცი და ავტონომია როგორ გძანდები ყველა ვიცხოვდა საქართველოს ყველა ცდილობს რაიმე წარსულს და ეს ის დიდი საქართველო აღარ არის ეს საქართველო ძალიან ცოტა დარჩა და მოდი ვიმძოლოთ იმისთვის რომ ესეც არ გვერდოს ამის მეტი პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ. მე მგონი რომ ებრაელები ერთადერთი ანუ ერთ-ერთი რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთესი მაგალითს გეტყვით. ისრაელი ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის საქართველოში. მარტო შარშალ საქართველოში ჩამოვიდა ისრაელიდან 405,000 ტურისტი. ისიც ეს ამხელა შენაძენია საერთოდ. სახელმწიფო მილიარდებს ხარჯავენ იმისთვის, რომ გააზიარონ ტურისტებს ქვეყანაში. საქართველოს დღეს ისრაელი დგას მხარში ამით, რომ შემოდის მილიარდობით დოლარი საქართველოს ხაზინაში. ეს იყო ჩვენი ძვირფასი სიმღერა ბატონი აბრაამი ისრაელიდან ჩემს გვერდით არის ის ბანკის პრეზიდენტის ქალბატონი ნატალია კონტალენის დედიკო ქალბატონი ჯანიკა მიკურაძე და გახლავართ ნინა შეხვაძე ნიკო საუბარი თოქ-შოუ წესვა და გამარჯვებები საქართველოს და ისრაელს
ეხლა მინდა ჩვენთან სტუმრად ბრძანდება ისრაელიდან საპატიო ელჩი, რომელიც სიტყვით დასავლებით, და Sorry, I will be speaking English. My Georgian is just doesn't exist. Mr. Abraham and the delegation, you welcomed me. I would like also to welcome you. I have, I think, enough time in Georgia also to say welcome in Georgia. მოგესალმებით ყველას. ჩემი ქართული მწირია, ამიტომ ინგლისურად მივესალმებით ამ სწრეს საზოგადოებას და ჩვენ საპატიო სტუმარს ბატონ აბრაამ საფირს. You know, when I was nominated to be ambassador of Israel to Georgia, I didn't know that much about the Jewish Georgian community. მაშინ, როდესაც დამასახელეს ელჩად და წარმომგზავრდა საქართველოში, ბევრი არ ვიცოდი ქართულ ებრაულ მეგობრობის შესახებ. It took maybe about 1 hour after my nomination was published in the press in Israel to get hundreds of Georgians from the community asking, knowing my number and asking to be in contact with me, and that was very great for me. რამდენიმე საათი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც დამასახელეს ელჩად და ჩემ სატელეფონო ხაზზე შემოვიდა უამრავი მილოცვა და შეტყობინება, რომ სურდათ ჩვენთან შეხვედრა და ღონისძიებებზე დაპატიჟებები. Then I think I became the son of everyone, the shvili of everyone. შემდეგ მე ვიქეც ქართულად და ჩემი გვარი გადაკეთდა და დაბოლოება შეიძინა შვილის და გავხდი ყველას მეგობარი. Then I came here. I started in August last summer. ჩემი მოღვაწეობა დავიწყე გასულ წელს აგვისტოს თვეში. And I found here a very great and very warm and open and welcoming Jewish community here in Tbilisi. და თბილისში აღმოვაჩინე ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მიმღებლობა ჰქონდა ძალიან დიდი ებრაულ თემს საქართველოში. I wish that my colleagues and other ambassadors will have the same in other countries. That doesn't exist everywhere. ვისურვებდი, რომ ყველა ჩემ კოლეგას მთელ მსოფლიოში ასეთი დიდი პატივით და სითბოთი იღებდნენ. And now I'm meeting Georgians, Americans, they're part of Jewish community, Georgian community, and I'm very proud and happy to have this opportunity. და მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა დავესწრო ამ ღონისძიებას, სადაც ჩემს წინ ბრძანდებიან სამი თაობის ქართველი ებრაელები, ამერიკაში მცხოვრები, ისრაელში 4 generations. ოთხი თაობის ქართველი ებრაელი. And thank you, Eva and Esther, for this opportunity that you're giving me. და დიდ მადლობას მოვახსენებ ქალბატონებას და ნატალის ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. Thank you. Yeah. So, but you know, a lot has been said about the Georgian Jewish community and 2,600 years of Jewish presence here, and all it's true, yeah. And I think that for us, for the state of Israel, we are happy to have such kind of a wonderful community in all places, also in Israel, also here. We'd love to see everyone in Israel, but it's a private decision of everyone here. But the Jewish community, the Georgian Jewish community has been a very strong and beautiful bridge between the state of Israel and Georgia, the people of Georgia, the nation of Georgia, and the government of Georgia as well. ებრაული თემი საქართველოში ძალიან ძლიერ ხიდს წარმოადგენს ქართულ ებრაულ ურთიერთობაში. ვიცით, რომ 26 საუკუნოვანია ეს ქართულ ებრაული მეგობრობა, მაგრამ დღევანდელი თემით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ კუთხით. This Jewish presence in Georgia and for the good coexistence that has been for centuries between the Georgian and the Jews here, and the mutual enrichment, cultural enrichment, and the way of life that they lived here is a very strong and basic foundation of our relations with Georgia. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები და ის რაც დღეს ხდება, რომ ეს ურთიერთობა არ არის შეწყვეტილი, არამედ გრძელდება თაობებს შორის. I wouldn't imagine without the Jewish community in Georgia how the relations between our two countries, like any other country. But thanks to this, we have a very good relation with Georgia, and it helps us as a state of Israel a lot. მადლობა ამ ურთიერთობებისთვის, მადლობა ისრაელის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს, მადლობა საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს, რომ აგრძელებენ ამ ურთიერთობებს. ჩვენ ეს ურთიერთობები გვაძლიერებს. I would like to thank you everyone here, Georgians, Jews in Georgia, in Israel, in the United States, everywhere. I'm happy to know you. And the state of Israel can be very proud of you as well.
ისრაელის სახელმწიფოზე ამაყება თქვენი მადლობას გიხდით რომ ქართველებს მადლობას გიხდით, ამერიკელებს გიხდით მადლობას და ისრაელიდან ჩამოსულ სტუმრებს. And I think that I have changed my name to Israelishvili. ვფიქრობ რომ უკვე დრო გადავიკეთო ჩემი გვარი და გავხდე ისრაელიშვილი. ცოტა ხნის წინ დამირეკა გერმანიიდან კორესპონდენტმა და აინტერესებდა ჩვენი ორგანიზაციის ასოციაციის მუშაობა და მე მემუთხარი რომ ეს არის ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია და გაკვირვებული იყო იმიტომ რომ მსოფლიოში ბევრი ქალთა ებრაელ ქალთა ასოციაციები არსებობს მაგრამ ქართულ და ებრაული ასოციაცია ესეთი ფენომენი არ არსებობს და ძალიან ისეთი ეფექტი ქონდა ჩვენ დასახელებას და მე მინდაო გისურვოდო დიდი წარმატება იმიტომ რომ ეს საქართველოს და აქაურ მაცხოვრებელ ებრაელების დამსახურება არის. Thank you. გაგზავნებთ ჩვენ საღამოს ბევრი სტუმარი გვყავს, მაგრამ სანამ წარვადგენთ ამ სტუმრებს, მინდა პატარა ასოციაციის მუშაობის შესახებ პატარა კლიპი წარმოგიდგინოთ. შეიძლება ჩავთვალოთ ეს ჯერ სანამ კლიპს წარმოვადგენ, და შემთხვევით ვისარგებლო და ორიოდე სიტყვა თქვა ქალბატონ ევას და მისი ორგანიზაციის შესახებ. ჩვენი დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი არის სოფიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია ესთა. ესთას პრეზიდენტი გახლავთ თბილისის საპატიო მოქალაქე, ნოველისტი, მხატვარი, რადიო ჯაკოს საავტორო გადაცემის წახნაგების დამფუძნებელი და ავტორი ქალბატონი ევა ბაბალაშვილი-თუხაშვილი. ხოლო რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტს გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი, მრავალი კომპანიის მფლობელი და რაც მთავარია ქალაქ აჟდოდის საპატიო მოქალაქე ქალბატონი ნატალია ყვანტაძიანი. მისი დახმარებით და სპონსორობით დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ და მას პინძლობთ ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს ბატონ აბრაამ საფირს, მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ახლა შემოგთავაზებთ მოკლე ვიდეოს, თუ რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია, მათ მოღვაწეობას, მათ შექმნის ისტორიას. ეს ასოციაცია შეიქმნა 2002 წლის 29 ოქტომბერს და დღემდე აერთიანებს ქალბატონებს, რომელთა მოღვაწეობა, სიბრძნე და პასუხისმგებლობა განსაკუთრებულ ყვალს ტოვებს საზოგადოებაში. ახლა კი გაგიზიარებთ ვიდეოს. და ვიდეო მიყავს ჯანეთ ბუხაშვილს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამ ორგანიზაციის ასოციაციის მუშაობაში. დიდი პატივისცემით და სიყვარულით თქვენი ნინო ჩიხლაძე გვაქვს პატივი წარვადგინოთ აკადემია გვირილა, რომელიც არაერთ ებრაულ სიმღერას მღერის რეპერტუარში აქვს და არაერთ ქართულს. ხოლო ამ ლამაზ ქართული სიმღერების პოპურის ჩვენ ვუძღვნით ებრაელ ბაბუებს, ხო დუგზა? აპლოდისმენტები აკადემია გვირილა ხელმძღვანელი დამფუძნებელი გული და სული ქალბატონი ერნესტ იფურია ასოციაციის საპატიო წევრი. სტუმრებმაც დაგინახეთ. Bye.
მაქშავითი აღნიშნო, რომელიც ქუთაისში იყო და სპეციალურად თქვენთვის ჩამოვიდა, რომ მოგესალმოთ და თავისი რაღაცნაირი სიურპრიზი მოგაწოდოთ, არ ვიცი, რა არის, არ ვიცი, დაბა რა მეგობრებო, საღამოშიდობის. რაც ბატონი აბრამის შესახებ ვიცი, რომ ის ემსახურება საქართველოს და ისრაელს. ელი თავისი შეგნებით, თავისი ენერგიით და თავის შემართებით. ამასთან დაკავშირებით ბატონო აბრამი. დედაქალაქმა ევა ფიქრები და თქვენთვის დავამზადეთ ძალიან საინტერესო ნივთი და ზუსტად არის გადმოცემული თქვენი ცხოვრების შინაარსი. ოღონდ მინდა რომ ბატონი ელჩი მოვიდეს ჩვენ. ეს არის საქართველოს ძალიან დიდი მუქი. დაშე უნდა საქართველოს რუკა ბრძოლის სიმბოლო ავდათვის და საქართველოს და ესაერის დროშები. მოდით და მიხარია ბატონ აბარნო ამის საშუალება მქონდა. დიდი მადლობა. გენიალური რაღაც არის. ეს არის დასამახსოვრებელი. ბატონ აბრამა ვერ დაინახა. აი ეს თავის შეფუთი. ჩვენი საღამო გრძელდება, მიკროფონები ვერ ჩავდეთ, მაგრამ ადამიანია აქ, რომელსაც გამოგიგზო. აბა სიტყვის გთხოვ, ბაია ამაში გაბატონი, ბაია ამაში. მიკროფონი არ არის.
წავიდა მიკროფონის გარეშე მე ესა თოდარაბა მოწვევისთვის ხო არ მეშლება არა ნუ რაღაცა სიტყვები კიდე ვიცი მამაჩემა უფრო მეტი იცოდა და ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან კმაყოფილი ვარ ეხლა ჩვენი ოჯახებით ურთიერთობაზე არაფერს აღარ ვიტყვი იმიტომ რომ ეს ისედაც ისეთი იყო ერთადერთი ვიტყვი ბატონი აბრამის ღვაწლზე რაც მამასგან გამიგია რომ ეხლა ეს რო იყოს აქ აბრამი ვაშკაცი კაცი იყო და всё ამით ყველაფერი იყო ნაკრები რა არ იძახდა ყველაზე ამას და მე მახსოვს მამას მოყოლილი რომ ბატონი აბრამი რომ ჩავიდა ისრაელში როგორ მონაწილეობდა აშდოთის გაფიცვაში ეს ვიცი ისიც ვიცი დედა და მამადას 99 წელს იყვნენ ჩასულები დიდი დელეგაციით იქ რომ აი ბატონ აბრაამის თაოსნობით მოხდა ილია მართლის ხატის შეტანა ჯვრის მონასტერში და საქართველოს დედა მამა რომ ჩავედით მერე უკვე ეს ხატი აღარ დახვდა სპობენ იქ ჩვენ გვას და ისიც გამიგიო რომ ჩაყავდა ტურისტები თუ არ მეშლება და უხსნიდა რომ ეს არის ქართული ძეგლი და არც ერთ მაპატიოს ყველა მაგრამ არც ერთი სხვა ქვეყნის და ტომის ებრაელს ისეთი ნოსტალგია არ აქვს სამშობლოს მიმართ და საქართველოს მიმართ როგორც ქართველ ებრაელს ამიტომ ქვია ქართველი ებრაელი ეს განუ რაღაც ისეთი ფენომენია არის მე ამინა მიკროფონი მომაყოფილი ჯერჯერობით მასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ ძალიან კმაყოფილი ვარ და დედაც აუცილებლად შეგხვდებათ ამ დღეებში მიუხედავად რომ სახლიდან არ გადის მაგრამ აუცილებლად მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ ახლა გვინდა სიტყვა გადავწეთ სამართლის მაგით პოლიციის პოლკოვნიკს შსსო ორგანოების დამსახურებულ მუშაკს ლეჟავას სახელობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოს კავშირ პოეტები და მწერლები საქართველოსთვის მამულიშვილების დამფუძნებელს ხელმძღვანელს და ამავე სახელწოდების პოეტური კრებულის რედაქტორს სტუმარს სკოლაშიდან ბატონ თენგო ფანცულაიას მოგესალმებით უცხო მეუბნებო ცოტა უნდა იყოს ცოტა მიუხედავად იმისა ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის როგორც გამოსtildeება ცოტა ცემლი მომერი ასავეთ იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც დაკავშირებულია ყულაშთან და ყულაშელებთან ქართველი და ებრაელი ხალხის სიყვარულთან, მეგობრობასთან, ურთიერთგატანასთან და დღემდე აი ამ სიყვარულის მოტანასთან რა თქმა უნდა ემოციურია ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, ვინც იქ გაიზარდა, ვინც იქ დაიბადა და ჩემო ნატალია, ქალბატონობა რომ შემოვედი, შემთხვევით შალვა მიხელაშვილის გვერდში დავდექი და აღმოჩნდა რომ ორივე ერთ სამშობიაროში ვართ დაბადებული, ყულაში პატარა სამშობიარო იყო. Adamlarım geçebilir bakın, siz Koçya Skolas'tan iko ve Nazmarşı patara kokta savan kokta samşobiyarada, şobiyer samşobiyarı kokluyor, davada gulida, armuitine ramkhela emosiyarida, ramkhela sikharuliyada, ramkhela situar. Ve perebi Skolas, ekla, Adoni Abrahamista sturevi chamoslas, vive sambi rapkonda, çemegobretan derta, tayskwa namazidat gurtvili kartveleptan derta. ბატონი აბრამს მე ახლოს არ ვისმოდი, მაგრამ მისი პიროვნების შესახებ ბევრი გამეგონა და ვალდებულიც ვიყავი მცოდნო და პროფესიიდან გამომდინარე და უყურებ 2017-2018 წელი იყო თვალწლები, ყულაშზე წავიდა ნარკვევები Facebook-ში, ყულაშელებზე, ყოფაზე, ურთიერთობებზე და რა თქმა უნდა სიამოვნებით კითხულობდი იმდენად იქ ჩემთვის ბევრი საყვარელი ადამიანის და ახლობელი ადამიანის ისტორია და ოჯახის ისტორია იყო გადმოცემული. Facebook-ში დამეგობრდით მე და ბატონი აბრამი და მე შემეკითხა დათიკო ფანცულაიაზე, რომელიც აი ამ წიგნში არის მოხვედრილი, ის არის ჩვენი ოჯახის განაყოფიერების რომელიც მიწამოგრიდან გადასახდა ყულაში და მეც რაღაცები ვიხარი ასე და რა თქმა უნდა ეს წიგნში ყველაფერი მოხდა ბატონი აბრამის წიგნში. მივესალმებით, როგორც პიროვნებას გესალმებით, როგორც შემოქმედს გესალმებით, როგორც ადამიანს გესალმებით, რომელსაც ბევრი რამე აქვს გაკეთებული ქართულ-ებრაული ურთიერთობის აი სიტყვასა და გაგრძელებისათვის შემოგარგებო. დანარჩენებსაც აი ვეფერებ ყველაზე პატარა სტუმარს ჩამოსული რომ არის თქვენი შვილთაშვილი, ერთმა გაგიზარდო და გამრავლოთ კეფერებით სულ დაგორით და წერან, ბევრი რო არ გავაგრძელო სიტყვა, კეფერებით სულ ყველას. მარტო თქვენგან არ არის ყულაში სიყვარული და დაბადებიდან წამოსული. ნატალია ვიცის, ჩვენი ერთი სკოლა და რომელიც თქვენ დაამთავრეთ ნაბაგების სკოლა ჯვარცის მინდორზე, ისა დაამთავრეთ მე და ნატალიამ და ბევრი ყულაშლები. ხო, ბევრი უმრავლესობაში ვარ, აბსოლუტურ უმრავლესობაში.
რა ხდება დატო ლაპარაკობ თანამდეს კლასელები მყავდა და მყავს დღესაც გოგონები და ბიჭუნები თანაკლასელები ებრაელები მიხელაშვილები მირილაშვილები მოძღვრიშვილები ავიცი სულ ყველას ენასებიაშვილები ელიშაყაშვილები ჩემი თავი ენაცვალო სულ ყველას და რა ხდება იცი აი როგორც თქვენ და გაგიწვეთიათ კავშირი ამ საქართველოსთან და პერიოდულად ჩამოდიოდი და ახერხებდით მის მომოსვლას აი ჩემი ნატალია და კიდე რამოდენიმე ადამიანი 90-იან წლებში არც მობილური იყო არც აი ესეთი კავშირის საშუალებები მაგრამ ისე მოხდა რომ ერთმანეთთან კავშირი არ დაგვიკარგავს ამირამ მიხელაშვილი თქვენ გეცოდინებათ მისი ბიჭი მამუკა ჩემი თანაკლასელი არის შაბათა მირილაშვილი ჩემი შოთა ელიშაყაშვილი ჩემი თანაკლასელი და აი ესეთ აქედან მოდის და კეთებებით სულ ყველას რა თქმა უნდა მივესალმები აი ასეთ შეხვედრებს აი ასეთ სტუმრიანობას აი ესეთი ლამაზეს ხალხის ხილვას და წერან ქალბატონი ევას წამოწდა თქვა პირდაპირ სიტყვა ეს ფენომენი არისო ქართველ ებრაელ ხალხთა მეგობრობის ასოციაცია. სიმართლე გითხრათ ეს ფენომენი თემა მე სხვა ადგილას წავიკითხე და სულ სხვა მიმართულებით წავიყვანე ჩემი მსჯელობა რომ ადრე Facebook-ში ხო იცი ჩვენი მიშელა მასწავლებელი იყო მიხელაშვილი მათემატიკის მასწავლებელი იყო სხვათა შორის ძალიან ნიჭიერი კაცი და კარგი კაცი და მისი ძმისშვილი არის თბილისის ექიმი და Facebook-ში მსჯელობა იყო ქუთაისლობა პროფესია არისო თორემ აი ესეთი იყო და მე ახლა რა თქმა უნდა ქუთაისში გამოვიარე სკოლა ყულაშიდან და ყველაფერი ვიცი ქუთაისში მაგრამ მაინც ყულაშისკენ წამძლია სულმა და მეუთხარი ქუთაისი კი მაგრამ ბრენდი ფენომენი არის ყულაშლობა მეთქი და დაბადიეთ მიკროფონი არ მინდა ჩემი ას ლექსად მოგახსენებ მოგეფერებთ სულ ყველას აი ასეთ სათაურით ბრენდ ფენომენ ყულაშელი ყულაშლობა პროფესია არა ძმაო ბრენდი არის ყულაშელს რომ დავინახავ გული მისკენ მიიხარის ყულაშლობა ეტალონი დაბადებითვე კაცობის აზრიანი ხალხის ყოფის შრომისა და საქმოსნობის მაგალითი ქართველ ძმობის უღალატო მეგობრობის საჭირო დროს ვაჟკაცობის მარიფათის გვერდში დგომის ბრენდი ხორცი წასულების ქართულ სულის არდამთმობის პროფესიას ვერ შევადრიგ ფანატი ვარ ყულაშლობის ყულაშლობა სიმდიდრეა ორი ერის გულის დობის მოგონება სკოლის წლების დაჩვენი ტყვილი ბავშვობის ყველას გახსოვთ სიხალისე ყულაშის დილის ბაზრობის გემო ცხელი ლავაშის და მელაშვილების საცხობის მახსოვს ჩვევა ცენტრში დგომის ზოგჯერ ჯირის დაგართობის ხალხრავლობის დალალობის იმპორტულებით ვაჭრობის ყულაშლობა ზეიმია ყისმათის გამჭრიახობის სინაგოგასთან შეკრების მერე სუფრასთან განდობის დღესაც მისი მიდის ტრადიცია კლასელების გულის თმობის ერთმანეთის მოფერების და მკლავების გადაჭრობის ღმერთო ამას გეწევი ძალა მოგვეც უკვდავობის ოჯახებით მეგობრობის ჩახუტების დამინდობის სოფლიოში არ მოშალო ბრენდი ლამაზ ყულაშლობის კედელია დამიციო ყულაშ დიდი სინაგოგის ლექსი როცა გამოფებდა ბევრი ნახე მონაწერი ზოგზოგებს გაგვიდებია ყულაშზე ჩემი ნაწერი ახლა ცოტა დავაზუსტებ ლექსი არის მოსაფერი ძველი არის ხალხო მეგობრობის დიდი ერი 26 საუკუნე ქართველია მასპინძელი დევნის გამო შეიფარა ჩაიხუტა ებრაელი ხალხი მუდამ გვერდში დგომის საქმიანი ნიჭიერი დამატში გამორჩეული ყულაშელი ფენომენი წვენით რჯულით ებრაელი ქსევით მოთხენით ქართველი ამაყია დამონფერი ბრენდ ფენომენ ყულაშელი ხომ ვიყავით მეგობრულად ხალხო ჩვენამდენი წელი ჭირი ხინი ერთი მქონდა სუფრაზე ერთად ნამღერი კიდევ ერთხელ ვილოცები მეხმარება უფლის ხელი მუდამ მეყოლოს რეგძელი ქართველი და ებრაელი ახლა ბატონ აბრაამ საფირისთვის გვაქვს სურპრიზი 68 წლის შემდეგ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მისთვის ყულაშიდან ჩამოვიყვანეთ მისივე თანაკლასელი ქალბატონი თალიკო ნიკურაძე. ერთადერთი თანაკლასელი და ეს არის დიდი ფენომენი მართლა, რაც დღეს ხდება. ხალხი შეხვდნენ კლასელები, რომლებსაც ერთმანეთი არ უნარგეთ, რამდენი წელი ყველაფერი კარგიო ჩემ კლასებში. გაგასწავლობდა? ამას ნიშანი ხუთის და რა. არა. და ჩვენი ჩემ ჯგუფის აკუყავდა რა. და ეს კულაში
ამბოს ეწლედა. აბა ეხლა რახან ესეთი სიტუაცია შეიძლება ქალბატონ კლასელს ვიბაწოდოთ პარალ ბატონ ვაბრება, აბა მიეცით თქვენ კლასელს პარალ. უნიკალური საჩუქარი. აი ეს არის ციგნი. კულაში ნახური კასტერი გაგონილი. რომელიც მე დავწერე 26 წლის წინ და გამოვაკვრე. ეს ციგნი ეს არის ბიბლიოგრაფიული იშვიათობა. იქამდე ჩემთვისაც. ამიტომ ბოლო ეგზემპლარი რომელიც მქონდა სახში ნიუ-იორკში იქიდან ჩამოვიტანე გამოდან დანიკოს საჩუქრად. მე მინდა რომ თქვენთან იყოს ეს ბოლო ეგზემპლარი და მინდა რომ წაკითხო რა ეპიგრაფი გავაკეთე. ქალბატონ დალიკოს ნიკურაძეს დალიკოს ჩემს თანაკლასელს დიდებული ქალიშვილის სახელოვანი ბიზნეს ვოუმენის სახელოვანი სპორტსმენის მრავალი კეთილი საქმის ინიციატორისა და გამკეთებლის ნატალია კვატალიანის მშობელი და აღმზრდელი დედას. ჩუდით ამ ჩემთვის უკანასკნელ ეგზემპლარს თქვენი პატივისცემის ნიშნად აბრაამ საფილსეპიაშვილი თბილისი 8 მაისი. მე კიდე მინდა გავუმატო დღევანდელ საღამოს დღეს 9 მაისია თქვენ კარგად იცით რას ნიშნავს 9 მაისი და გამარჯვების დღე არის და არ შემიძლია არ აღნიშნო იმით ისულები ვინც დაიღუპნენ ამ ომში და ვინც ვერ ნახა გამარჯვება და კიდევ მინდა რომ ეს ადამიანები არასოდეს არ იყვნენ დავიწყებელები და მინდა გავიხსენო კიდე იმდენი ებრაელი ვინც დაიღუპა ამ ომში ქართველები და საერთოდ ყველა ადამიანები ვინც შესწირეს თავისი სიცოცხლე გამარჯვებისთვის და მოიხსენიეთ მათ ისულები თუ არ შეწყვდებით წუთიერი ბუნები. მადლობა. და ეხლა ქალბატონი ნატალია ვინც არის სისხლის ბანკის გენერალური დირექტორი რაღაცით სურპრიზებით გაახაროს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. პირველ რიგში თითოეულ თქვენგანს მადლობა ასეთი თბილი საღამოსათვის. განსაკუთრებით ბატონი აბრაამ თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც საქართველოში ერთ კიდევ 10 წლის წინ ბრძანდებოდით რამდენადაც თქვენგან ვიცით გადმოცემით და დღეს სულ საქართველო აღნიშნავს კიდევაც იხილა და მას უხარია რომ დღითი დღე საქართველო უკეთესობისკენ მიდის. აქ იმყოფებიან ბატონი აბრამის უახლოესი ადამიანები და ის თაობები რომელიც ჩვენ 4 თაობა როგორც ვაგრძელებთ და ძალიან მოხარული ვართ. დღეს ქალბატონი თალიკო მეოთხე თაობის წარმომადგენელია როგორც ბატონი აბრამი და ქალბატონი თალიკოც თავის 4 თაობით არის წარმოდგენილი და აქ იმყოფებიან სოყალანი. ეს არის ის მეგობრობის გაგრძელება რომელიც ჩვენ ესობით თქვენ ჩაუღარეთ და იმ ძლიერმა ქართველმა ებრაელმა ხალხმა რომელიც აგრძელებთ მსოფლიოში გაიტანეთ ჩვენი სიყვარული ერთობა ის დამოკიდებულება და თქვენ საქართველოს სიყვარული არ დაგვიწყებიან. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთვის ბოდიში მოიხადა სამტრედის რაიონის გამგებელმა და განსაკუთრებით კულაშიც, იმიტომ რომ დღეს ისეთი დღესასწაულია 9 მაისი და ბევრმა მინისტრმა, რომელიც ვერ ესწრება, მაგრამ განსაკუთრებით მადლობა ისრაელს ჩერჩს მოუხადო, განსაკუთრებით ინდოეთის წარმომადგენელს და ყველა ადამიანებს, რომელიც დარბაზში ჩვენთვის საპატიო სტუმრები ბრძანდებით და სინაგოგის ჩვენი ბატონ მერაბ ჩანჯელაშვილი, რომელიც ადგილზე ემყოფება და თავის სიტყვასაც ლამაზად შეგვამკობს. განსაკუთრებული დღეა დღევანდელი დღე მსოფლიოს ქართულ ებრაელ ქალთა ასოციაციის, რომლის ულამაზესი პრეზიდენტი დღესაც ყავს და მე ამ რანგში იშვიათად გამოდივართ 10 განსვენებული ქალბატონი ნატალასთან ერთად
ვიცე-პრეზიდენტს წარმოვადგენთ, მაგრამ უფლება არ მქონდა, სადაც კი ჩემი სუსტი წერტილია. ყოლაშას და ყოლაშლებს გავიგონებ, იქ უკვე მთავრდება ყველაფერი და თქვენც ხედავთ არაორდინარული საღამომედის სიტყვოთი, საღამომედით იმ განწყობით და იმ ერთეობით და გადახედავთ პლანზე და ნახევარწილოდი ყოლაშლები ვარ. ამიტომ ბატონ აბრამს სურპრიზათაც მინდა და უმხელთ კიდევაც სამ პირველ რიგში სამტრედიის ხელმძღვანელობის სახელით ბოდიშუხთიც დღეს ვერ მოხერხდა მისი საპატიო მიზეზების გამო ბატონი დავითის სიტყვები გადმოგცემდა მოფერბა თქვენ და თქვენ მეუღლეს და ამაზე არის ტრადიციები, ტენდენციები, როგორც საპატიო თბილისელი ქალბატონი ევა ყავს რამდენიმე რაიონის თავის საპატიო წარმოადგენს, ჩვენთანაც არის დაწესებული საპატიო ყურაშელობა. ასე რომ ბატონი აბრამს დღეს საპატიო ყურაშელის წოდება მიედინა რომელსაც აბსოლუტურად ხილსეულად ოღონდ ეს საზებო ვითარებაში თავის რაიონში, თავის კლასელთან ერთად, ქალბატონ დედასთან ერთად, ეს ქალბატონი ჩემი დედაა და უმეტესობისთვის ცნობილია, უმეტესობის არა, რამდენიც კი ისრაელში ჩავდიოდი, იმდენი მაბარებდა ბატონ აბრამთან, მაგრამ ბატონი აბრამი ისრაელიდან იცით თქვენ ამერიკაში მოღვაწეობს თავისი საუკეთესო შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად. დღეს წარდგენილია სრული შემადგენლობით ბერა, მაგრამ ნაწილი რომელიც არიან იმედია ტელევიზიის საშუალებით მათ ეს ყველაფერი ნახავენ და გაიზიარებენ და იმ სიტყვას და ბატონ აბრამს აქვს ერთი ინტერესი, რომ ქართული ენა და ყველა მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართულად მოგვესალმეს. აი ის გოგონა, რომელიც დგას, ეს არის უძლიერესი იურისტი, წარმოადგენს უძლიერეს შემადგენლობას ბატონი აბრამი გაგვასწორებს, აი მისი შვილიშვილი და ქართული ენა საამაყოდ ქართულად საუბრობს ამერიკაში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმ საქართველოს სიყვარულზე, რომელიც არის. ბატონო აბრამ, ძალიან გვიყვარხართ და დედაჩემის განსაკუთრებული ბედნიერი წუთები, ის წუთები, რომელიც თქვენ 68 წელი არ გენახათ ერთმანეთში, მაგრამ დედაჩემის თქვენი და მთელი თქვენი კლასი და ის ყველაზე ბედნიერი წუთებია, როცა თქვენ გაიხსენეთ და ბევრი კარგი დღეები წინ გველოდება. მადლობა, ამხელა კილომეტრები გამოიერეთ, ჩამობძანდით თქვენი სახელობის რამდენადაც ცნობილია გაიხსნა ქუთაისში თავის მოღვაწეები და ეხლა პატივი გვაქვს, რომ ჩემი ერთ-ერთი კომპანიიდან, რომელიც ძალიან ეს კომპანია ბიზნესი არ არის, მაგრამ 480 გადარჩენილი სიცოცხლეზე მეტი რა უნდა მეკეთებია. ამიტომ ჩემი პატარა წარმომადგენელი შვილიშვილებთან ერთად თქვენ სტუმრებს, საპატიო სტუმრებს და თქვენ საჩუქრებს მოგიზალებულად ცისხლის ბანკის სახელით დაურიგებთ და გადავცემთ. აქედან გამომდინარე გვინდა რომ დედას აი ეს სტუმრები დავიწყოთ აი იმ ქალბატონებიდან აი ყველას და თავის შვილიშვილებზე სათითაო ჩამოვარებულ და იხმარეს აი აგერ ესეც ის თაობა რომელიც აბსოლუტურად ჩამოსულსწორება სისხლის ბანკის ერთ-ერთმა კომპანიამ ჩემი ქალბატონის ქალიშვილი მოგზალებულად დარბაზში და მას ასეთ რაღაცებიდან ძალიან შორს უჭირავს როგორც ქალბატონი ევას ახალგაზრდებიდან შორს მაგრამ ეს ჩვენ შეგვეძლოს სხვადასხვა ღონისძიება სახელი დაგვერქვა, მაგრამ მე იმ ორგანიზაციაში სადაც ავარ, ზუსტად ის სახელი ქვია. აი პატივცემული რეჟისორი, აი ბაბა ეკერ, აი ეს რეჟისორი, კუთხეში რომელიც დარბაზში ვერ დავსვით. გამოართვი საჩუქარი. მოდი. ერთი დავჭავით, ვის არა აქვს საჩუქარი? და განსაკუთრებით პატარა შვილიშვილი. განსაკუთრებით ბატონო ეს დედაჩემი და მოგზალებული თქვენ თვითონაც და სიყვარულის მეტი ნამდვილად არაფერი არ აგვაქვს და მადლობა თითოეულ თქვენს რომელიც უკვე წარმოდგენს ორგანიზაციები რომელიცაც ბევრია დარბაზში კიდევ ბევრი სიყვარული და მოფერების სიტყვები გელოდებათ ბატონო აბრამ და ჩვენ სულ ხშირად გელოდებით ჩვენთან მადლობა კიდევ ერთხელ შეიძლება მინდა ქალბატონს განსაკუთრებული საჩუქარი გადავცე და ეს ჩამოვიტანე ამერიკიდან და ნატო მოდი აქ როდა არის გამდენ საჩუქრები შეცვალებოდა ჩემი საჩუქარი თქვენი სიყვარული ეს პატარა რამ რასი ჩუმია ყველა ელოდება რა დაკავშირებულია 4 ივლისს
ორი შემდეგ ამერიკას მსურდება 250 წელი 250 წლის იუბილეს გადაიხდის ამერიკა მისი დამოუკიდებლობის მიღებიდან ამასთან დაკავშირებით ამერიკაში ტრამპის ხელმძღვანელობით გამოიცა წინ რაოდენობის მეტალიონი რომელიც ერთ-ერთი ეგზემპლარი მეც შევხვდა და ჩამოვუტანე ეს ქალბატონ ნატოს საჩუქრად ეს ბატონ აბრამ ძალიან დიდი პატივია ჩემთვის დიდ ვალდებულებას სიყვარულთან ავალებს დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა ერთ სიტყვას ვიტყვი ერთი რამ ვიცოდეთ რომ კულაშლებმა პერსონაჟი გაითქვა სახე ბატონო მერა თქოს სიტყვით საჩუქრები რომელიც დავარიგებ გასატკაქვე მქონდა გათვალისწინებული ბატონი ელჩისთვის და ინდოეთის წარმომადგენლებისთვის და თქვენი დებატით მასაც გადარჩევ საჩუქრას ყოველთვის თქვენთვის ბატონო ელჩო ეს ინდოეთის წარმომადგენს კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ მოგესალმებით მადლობა მინდა ქალბატონ ნატოს და სპორტის უხატო ასეთებისთვის მოგესალმებით ისრაელის ელჩს და მინდა წარმატებები ვსურვო მოგესალმებით ყველას ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩენა იყო ეს ქალბატონ ნატო და თქვენის ყოფნა ქალბატონ ნატოს დიდი ხანი ვიცნობ და თვითონ ჩვენთვის დიდი საჩუქარია საჩუქარი აღარ მინდა თვითონ არის კარგი საჩუქარი მინდა ღირსეულობა გისურვო და მედირება გისურვო ბატონო მე და თქვენ ერთგვარად კოლეგები ვართ ეს პრესის გამომცემელი ვარ და რამდენიმე პრესის გამომცემელი ადრე ბევრი შეყავი ახლა ორგანიზაციის გამომცემელი ვარ და 80-იან წლებიდან გადავნებთ როგორც თქვენს მოღვაწეობას ჯერ ალია საქართველოსთან ისრაელში გამოდიოდა მე საქართველოში დაიწყო ალიას გამოცემა და როგორც ვიცოდი რომ თქვენგან იყო ეს და ყოველთვის ვფიქრობდი რომ გადაიკვეთებოდა თქვენი გზები ამ სფეროში პრესის სფეროში არა სამწუხაროდ შეგვიძლია ჩვენპირად მოგვიდეს იდა ფედერალურ მადლობა გადაგიხადოთ იმიტომ რომ მე თქვენი ბიოგრაფია მეტაკლებად თავს გადავიდეთ მაგრამ გუშინ კიდე გადავიკითხე საერთო სამომავლოდ გადავიკითხე და აქ ქორია დაალაგებული და ხალიჩებით მოფენილი გზები ბევრი ბობოქარი და ბევრი თვალებად გამგავლილი მაგრამ ყველგან ღირსეულად გამოსუხართ და რაც თავარია ჩვენ ახლა ძალიან თბილად და კარგად ვლაპარაკობთ ქართულ ებრაულ ურთიერთობებზე მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ეს თემა მაინც წლებისკენ მიდის იმიტომ რომ აქ რო ცხოვრობდნენ ქართველი და ებრაელები ერთად ჩვენ არ გვინდოდა მაგალითებია უბრალოდ არ გვინდოდა მოყოლა მაგალითები იყო ჩვენი თანაცხოვრების ჩვენი ეს სამწუხაროდ მოყოლით გვიხდება ეს თქვენ კიდე აგზელეთ აი ყველაზე კარგი რაც გაკეთეთ ჩვენები და შვილები და შვილები რო ჩამოიყვანეთ ამე თუ ამ ბავშვებში კიდე უფრო შეახსენეთ და ვისი გორის არიან რო იყვენ საიდან არიან და რაღაცით კიდე მეტად უფრო დააინტერესეთ აქ ამ ქვეყანაზე ემიდა ისურვო ღირსეულობა ჯანმრთელობა უსურვო მშვიდობა ისრაელს უსურვო მშვიდობა საქართველოს ჩვენ აგერცე თქვა ჩვენ მეგობრებო რომ ეროვნებით ვართ ებრაელები თორე პლუსები და მინუსებით ქართველები ვართ ჩვენ ებრაელები ვართ საქართველოში გარეთ რო გავდივართ ქართველები ვართ და ჩვენ ისევ ერთმანეთის ისტორიას ერთი გვაქვს სხვათა შორის რო გადახედოთ ისრაელის ისტორიას ებრაელთა ისტორიას და საქართველოს ისტორიას ის ისტორიას ერთი გვაქვს თუკი ეხლაც გრძელდება თუკი რამე მინუსები იყო ისევ თანა ომებს მოძებდა დასუსტება ამ ორი ქვეყნის ამიტომ ვუსურებ მაინც ამ ორივე ქვეყანას მშვიდობას ღირსეულობას რამე თუ მე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია სხვაგან ქართულად ლაპარაკობ ქართულად ვფიქრობ და კი რა თქმა უნდა არ მოვისწრებ ჩემი ეროვნება და არ მოვისწრებ ჩემი რელიგია მაგრამ მაინც ამაყი და უსავა უფრო ხარათავა როცა საქართველოში ვარ ეძებობა გისურვო და მე მინდა გადმოგცეთ საჩუქრად წიგნი საქართველოს სინაგოგები სომისათვის რო იცოდეთ არც ერთი სინაგოგა არ იყო ამ ჩვენში ებრაულ თემზე გაფორმებული 25 სინაგოგა ებრაულ თემზე ომი გაფორმებული ყველგან მეტნაკლებად მოვლენია უვლიან ყულა ყველგან მეტნაკლებად ჩემი ხელი იგდო მაგრამ ყულაში ელაშვილი მაითავეზე ისინი უვლიან
ასე რომ ვერ დავიბრალე. ძალიან მარაფთხოვა სასაფლაოების აღწერის კონდა პირადად ხელის სასაფლაოების საიტი მოგეკეთებიო რომ ნებისმიერი საფლავის სახვა ეხლა ტელეფონი შეგიძლია. და ისევ კიდევ ნებისმიერი საფლავა ყოველ ყურაში ისე გაგეთდეს. ყველა ყურაშემა შეგიძლიათ სადაც შეგვიძლიათ საიტზე და ყულაშელები გარკვეულად სეპარატისტები არიან. ყულაში გაკეთდეს პირველი რამოდენმე თქვა. განსაკუთრებულები არიან და ეს 9 მაისია და ომის გამარჯვების დღე არის. მართლა ხსოვნა უნდა იყოს და არ უნდა გავუწეს მათთვის. ჩვენი მონდომები და ჩემი მონაწილეები და ლევანდოლიძის ძირითადად მონაწილეები გამოიცა წიგნის საქართველოს ებრაელთა სრული ფაშისტთა გამარჯვებაში. მოხსენიებულია 5000 ებრაელი, ოღონდ მე არ გამოვყავი ქართველი ებრაელები და ებრაელია ჩემთვის, ამიტომ რახან შევხედე რომ რუს ებრაელების არანაკლები იყვნენ ქართველ ებრაელებზე, წიგნი გამოვიცი ორ ენაზე და მან ორ ენაზეა და ასე რომ ბევრს ანახავ ახლობებს ათესავს, მაგრამ კი გამორჩა ვიღაცა გამორჩა ბევრი რატო რომ ებრაელებმა არ მომაწოდეს ინფორმაცია თორე ვიზას კი მოვიძიე 3-4 წელი ვამზადებ დამჭირს და თუ რამე გამოჩნდება მერე თეოლოგიაში მეორე გამოცემაში ჩავამატებ და ესეც სიმბოლურად ქაშერიგვინო შალომი გევლოთ და ეგზერი პოზიტივი ერთი ვერ გავთვალე ყველა შენების მიერ ჩამოსული გვინოც არის აი სულ მომედანად ხელთვის ეს ახალციხელი ჩამოსულია. აი უნდა მეეთქვარა. კიდევ ერთხელ სასიამოვნო ჩვენთან შეხვედრა ჯიმალოვანი და გაწეული საქმისათვის, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ და შეგამლები. მადლობა მერა და მე მინდა დავუმატო ჯამლეტი როცა გამოდიოდა ყოველთვის ამბობდა მე ებრაელი კაცი ვარ, მაგრამ სიზმრებს ქართულად ვხედავ. აი ეს არის ჩვენი მეგობრობის არსი და ჩვენთან ახლა აქ არიან ჩვენი ასოციაციის წევრები. ხელი აწიეთ გოგოებო ვინ ახართ აქ ჩემიანები, აი ესენი ყველანი თუ არ შეწუხდებით ყველა მობრძანდეთ და გაგაცნოთ ამ ადამიანებთან ხელოდებით ყველას მობრძანდით. მობრძანდით. ეს ასოციაცია მაგრამ მუშაობს დღეს უბრალოდ ისეთი ღირსშესანიშნავი დღეა რომ ზოგი იქ წავიდა ზოგი იქ მინისტრებიც ისინი მოიცადე მე რა და ამ გოგოებმა ასოციაციის სახელით და ნატოს ნადახარ კვანტალიანი ხო დავამზადეთ დიპლომები და ყველას უნდა ეს დიპლომები გადაგცეთ მიდი დაარიგეთ გოგოებო თითო ყველანი ჩვენმა ულამაზესმა პრეზიდენტმა და საერთოდ ჩვენი ასოციაციის გადაწყვეტილება არის საქართველოში საპატიო სტუმრის სტატუსი, რომელიც ჩამოგზანდებით და მსოფლიოს ქართველ ებრაელთა ქალთა ასოციაციამ დააწესა ყველა საპატიო სტუმრისათვის საპატიო სტუმრის სტატუსის წოდება მოგანიჭოთ თქვენ. აქედან სათითაოდ თითოეულ ჩვენი ასოციაციის გოგოები გადმოგცემენ თითოეულ თქვენგანს. კაბატონიკა. ეს პიტაპი მიუტანით სათითაოდ დაგირიგეთ. ეს სტატუსი და ეს სტატუსი მსოფლიოს ქართველ ებრაელ ქალთა ასოციაციამ ყველა ვინაიდან ხშირი სტუმრობა ყავს აქედან თითოეულ თქვენ ძვირფასი სტუმრები ბრძანდებით და გვინდა რომ ყველას მოგეფეროთ და განსაკუთრებული მადლობა განსაკუთრებით რეჟისორი რომელიც ჩვენი ქართველი რეჟისორი ამერიკაში მოღვაწე უძლიერესი პიროვნება ადრეჩანი ჩვენ თვალით ეს ასოციაცია და მე მგონი კიდე სურპრიზები წინ ველოდება. მოგესალმები ყველას, მივესალმები საზოგადოებას, დამწყრე საზოგადოებას და ჩვენ თვითონ სტუმრებს. ბატონო აბრი, მე და თქვენ დიდი ხანია Facebook მეგობრები ვართ და ჩვენი თავი ნამდვილად უფრო მეტად შემოყვარა ნატო კვანტალიანმა და თავგადარის ეთერ თოფჩიაშვილმა. ბევრი რამეზე საუბრობ თქვენზე, რომ აი როგორი ყვაწდება. მე ჩემი სახალხო დიპლომატიის სახელით ერთი წუთით მინდა ბატონ აბრამს გადავცეთ ქართულ ებრაული სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის ამაგდარის ტიტული. კაში უნდა ამას როგორც ბატონი ჯამლეტი იძახა.
რაში ქართულ ებრაულ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გამტკიცებისთვის უნიკალური ხელნაწერებისა და სამეცნიერო ნაშრომების დაცვა შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის ამ ფასდაუდებელი კულტურული საგანძურის გადაცემისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა გოგოებო. ჩემი ერთგული მეგობრები და საჩუქრები გვაქვს. ნინო. ჯამლეტის მიერ არის ბიოგრაფიული წიგნი და რომელიც მინდა დაგიგოთ ყველას და ჩემი ფანტასტიკური მოთხრობა ქალაქური ზღაპარი. მომეცი? ჩემი თვალი მაინც ხო. ჩვენი საღამო დასასრულს უახლოვდება და მე ჩვენი ასოციაციის განსაკუთრებული ჯილდო არის ჩვენი ოსკარი, რომელიც ანასახიერებს ზუსტად ქართულ ებრაულ მეგობრობას. ამ ჩვენ ოსკარს ქვია ესთა. ესთა ნიშნავს ესთერი და თამარი. ესთერი ხო ვიცით ქალია, რომელმაც ფიზიკურ განადგურებისაგან გადაარჩინა მთელი ისრაელის ერი და თამარ მეფე. ეს არის ესთა. ეს ესთა გააკეთა ადამიანმა, ვინც აკეთებდა ყოველთვის ქალბატონ სოფიკო ჭიაურელის ქანდაკებებს. მაგრამ მე დიდხანს ჩვენ ხარს ვიფიქრეთ და ვთქვით, ნუ რანაირი უნდა იყოს ესეთი ჯილდო. და ეს ჯილდო აღმოჩნდა არის ასეთი სპექტაკლი, დიდი ხნის წინ ურიელა კოსტა, ხო გაგიგია? სადაც ქალბატონი ბერიკო ანჯაფარიძე თავაშობდა ებრაელი ქალის როლს და მერე ითამაშა სოფიკო ჭიაურელმა. მოვიდა ეს ადამიანი ბევრი ვიფიქრეთ და ეს არის ბერიკო და სოფიკოს გამოსახულება და ხელნაკეთია. ეს ჯილდო აქვს ყველა განსაკუთრებულ ადამიანს, ვინც მოვიდა ჩვენთან ასოციაციაში სტუმრად და დაჯილდოვდა. მე მინდა რომ გაუფრთხილდეთ ამას, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ჯილდო ბატონო აბრამ, თუ შეიძლება მოგბრძანდით. ბატონო აბრამ, ეს ჯილდო აქვს ყველა გამოჩენილ ადამიანს, ვინც საქართველოში არსებობს, არა, მაგრამ მაინც უმეტესობას და ძალიან განსაკუთრებულ ადგილზე უკიდიათ და დიდი მადლობა რომ არსებობთ თქვენ ასეთი ადამიანი და ასეთ ჯილდოს წაიღებთ ამერიკაში. ნინო საპატიო სურათი. და ბოლოს მე მინდა ჩვენ ელჩს უთხრა, ალბათ ჩვენ ისეთი კმაყოფილები ვიქნებით მაგის მონაწილეობით, რომ ბატონ ელჩსაც გადავცემთ ასეთ ჯილდოს. სადახარ მარი გადაუთარგმნე, მოდი ელჩს. ბევაკაშა. დავთავრდა ჩვენი საღამო და საღამოს დაასრულებენ ჩვენი გენიალური ბავშვები ერნა წიფორიას გუნდი. მოდი ბავშვებო, აკადემია გვირია. დავიდა.
მოგახსენებთ ყველას მობრძანებისთვის. ჩვენ საპატიო სტუმრებს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის საქართველოში და თუ გნებავთ ფოტოების გადაღება, შეგიძლიათ მოგბრძანდეთ და გადაიღოთ ფოტო. მადლობა კიდევ ერთხელ მსოფლიოს ქართულ და ებრაელ ქალთა ასოციაცია ESTA-ს, მის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს. მომავალ შეხვედრამდე. არავის არ უნდა წასვლა, ყველა ზიან არიძრევიან ადგილები და დარჩით ცოტა ხანი.